საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და რომის პაპს შორის შეხვედრა დაახლოებით 2 საათში დაიწყება. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა სახის დისკუსიები. ქართული დელეგაციის შემადგენლობაში საგარეო საქმეთა და კულტურის მინისტრები, ასევე მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი არიან. რომიდან თათია ტაბეშაძე მოგვიყვება დეტალებს. დეტალებზე საუბარი შეგვეძლება მას შემდეგ, რაც საქართველოს დელეგაცია დატოვებს ვატიკანს. დელეგაციის შემადგენლობაში კი შედიან საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, კულტურის მინისტრი თინა თინრუხაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი. შეხვედრა გაიმართება რომის პაპა ლეომი 14-დან და წმინდა საყდრის სახელმწიფო მდივანთან. მე მაყურებელს შევახსენებ, რომ რომის პაპი არის ახლადარჩეული და ის არის ისტორიაში პირველი ამერიკელი პაპი, რომელმაც მორწმუნეებთან პირველი კომუნიკაციისას აქცენტი გააკეთა მშვიდობის საკითხებთან დაკავშირებით. ჩვენ გვაქვს ამ დროისთვის საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილის კომენტარი, რომელიც ამბობს, რომ წმინდა საყდარს აქვს ზოგადად მნიშვნელოვანი როლი საერთაშორისო ასპარეზზე და ის აქცენტს აკეთებს და ამბობს, რომ განსაკუთრებით ხაზგასასმელია ვატიკანის როლი მშვიდობის საკითხებში. სავარაუდოა, რომ ირაკლი კობახიძე ისაუბრებს საქართველოსთან დაკავშირებით ისეთ თემაზე და ისეთ აქტუალურ საკითხებზე, რომელიც გამომდინარეობს გლობალური და რეგიონალური პროცესებიდან გამომდინარე. ჩვენთვის ძვირფასია ის ურთიერთობები, რაც საქართველოს აქვს ჩამოყალიბებული, საკმაოდ მყარ ფუნდამენტზე მდგარი ურთიერთობები, როგორც ვითარდება და იმის გათვალისწინებით, რომ დღეს კათოლიკურ სამყაროს ყავს ახალი პაპი, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და საუბარი ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხზე, რაც აქტუალურია საქართველოსთვის, გლობალური პროცესების გათვალისწინებით, რეგიონში მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით და იმის გათვალისწინებით, რომ მშვიდობისთვის მნიშვნელოვან როლს თამაშობს ვატიკანიც. ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით რეგიონში მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით. დელეგაცია გუშინ დაესწრო კონცერტს რომში სანტა მარია მაჯორეს ტაძარში, სადაც წასდგა საქართველოს სახელმწიფო კამერული გუნდი და შეასრულეს ქართული საგალობლები, მათ შორის პატრიარქის მიერ შექმნილი ავე მარია, რომელმაც იტალიური საზოგადოების მხრიდან აღფრთოვანება და პატივისცემა ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ დაიმსახურა, როდესაც ის სიქსტეს კაპელაში გაჟღერდა. თავად სანტა მარია მაჯორეს ტაძარი კი, სადაც გუშინ კონცერტი გაიმართა, არის მნიშვნელოვანი არა მხოლოდ ზოგადად იტალიისთვის, არამედ სრულიად კათოლიკებისთვის და მინდა აღნიშნო, რომ აღნიშნული კონცერტი გაიმართა ვატიკანის საიუბილეო თარიღის ფარგლებში, რომელიც 25 წელიწადში ერთხელ იმართება და მისი ისტორია სათავეს იღებს 1300 წლიდან. ხვალ უკვე კონცერტს გამართავს გუნდი ფლორენციაში. მადლობა, თათია ტაბეშაძე იყო ჩვენს ეთერში.